ჩვენ ვიმყოფებოდით დაზარალებულის მიერ დასახელებულ მთავარ ამ ადამიანთან, რომელიც იყო ძალადობის ინიციატორი, თავად ნაცემი მამაკაცისვე განმარტებით ფარიზ ალიევთან საცხოვრებელ სახლში, სადაც გითხრეს, რომ ის არის წასული ახლობლის ქელეხში. ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვცადეთ მასთან დაკავშირება და კითხვა მინიმუმ ერთხელ მაინც თუ არის ის გამოკითხული დმანისის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. ფარიზ ალიევმა გითხრა, რომ სამართალდამცველებმა იმ დანაშაულის შესახებ იციან, თუმცა ის არის თავისუფლებაზე. ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ ფაქტი მოხდა დმანისში, ერთ-ერთ სოფელში, ცენტრში, სადაც რამდენიმე ადამიანი გადაადგილდებოდა და ამას უამრავი ადამიანი შეესწრო, როგორ უსწორდებოდა 5 ადამიანი ხელკეტებით, ხელჯოხებით, თოხებით და ბარებით 59 წლის მეცხვარეს. ამ ფაქტის შესახებ იცის პოლიცია მას, თუმცა ამ დრომდე ჯერჯერობით ფარიზ ალიევი ისევ გადაადგილებულია. რა უშლის თავისუფლად გადაადგილდება. რა უშლის ხელს გამოძიებას. 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობს გამოძიება ამ საქმეზე, თუმცა ამ დრომდე ფარიზ ალიევი ჯერ პასუხისგებაშიც კი არ არის მიცემული. არც მასთან ერთად მყოფი კიდევ 4 ადამიანი, მისი ოჯახის წევრები, საუბარია მის შვილზე, სრულწლოვან ბიჭზე და ასევე ძმის შვილზე, რომლებიც არიან უშუალო თანამონაწილეები ჯგუფური ანგარიშწორების. ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ დმანისის პოლიციის სამმართველოდან, იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც იძიებენ ამ საქმეს, გითხრეს, რომ მიმდინარეობს ჯერჯერობით ამ ეტაპზე ძიება. ოჯახის წევრებმა გითხრეს ისიც, რომ ფარიზ ალიევსა და ნაცემ მამაკაცს შორის შედგა გარკვეული შეთანხმება და ნაცემ მამაკაცს აღარ აქვს პრეტენზია მოძალადესთან. როგორც ჩანს, როგორც თავად ნაცემი მამაკაცი ჩვენთან საუბარში საუბრობდა, მას ხელი მოაწერინა პოლიციის თანამშრომლებმა გარკვეულ დოკუმენტზე და მოგვიანებით შეიტყვა, რომ პოლიცია მას თავაზობდა, რომ განცხადება გამოეტანა პოლიციიდან უკან და ეთქვა, რომ მას პრეტენზია აღარ ჰქონდა მოძალადებთან. როგორც ჩანს, ეს ხელმოწერა სამართალდამცველებმა გამოიყენეს და ახლა ცდილობენ, რომ ფარიზ ალიევი ამყოფონ თავისუფლებაზე ამ ერთი ხელმოწერის სანაცვლოდ. ჩემი ქმარი სახლში არაა, ახლა გასვენებაშია. პოლიცია იყო ჩვენთან მოსული, მაგრამ არ დაუკავებიათ. როგორც ვიცი, პრეტენზია არ აქვს ნაცემს და მორიგდნენ. ვიცი რაც მოხდა. კარბულახის ცენტრში მომხდარა რაღაც ინციდენტი და იქ უცემია. Orada centrdə saxlayıb soruşsa ölüyer var. მეცხვარე რატომ სცემეთ? შოკოლადი не понял. გამეცით პასუხი კითხვაზე, რატომ სცემეთ? მეცხვარე და პოლიციამ დაგიბარათ თუ არა, გამოკითხათ თუ არა. პოლიციამ იცის? მერე? გამოძიება მიმდინარეობს ამ ფაქტზე. დაკავებული არის ვინმე? ვერ გეტყვით. არ ვიცი, დეტალებს. ეს ფარიზ ალიევი ვინ არის ხელშეუხებელი რო? ფარიზ ალიევი ვინ არის? პოლიციისთვის ესეთი წონიანი კადრია, ხელშეუხებელი როა? ვერ გეტყვით რა. დეტალებზე პრესს. არ დაუკავებიათ თქვენ თანამშრომლებს და რატომ? როგორ? არ დაუკავებიათ თქვენ თანამშრომლებს და რატომ? გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავე დაიჯება კანონის შესაბამისად. 5 დღე საკმარისი დრო არ არის? ვერ დამატებით დეტალებზე მიმართეთ პრესს. მე ვერაფერს ვერ მოგახსენებ. ნაცემი 59 წლის მამაკაცი ითხოვს ყველა პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც მასზე იძალა და ხელკეტებით, თოხებით და ბარებით გაუსწორდა სასტიკად ფიზიკურად და შედეგად დღეს ის ადამიანი 59 წლის მამაკაცი, რომელიც ორმა კლინიკამ სახლში გაწერა, ვერ გადაადგილდება ფიზიკურად. ჩვენ კიდევ ერთხელ დაუკავშირდით ნაცემ მამაკაცს და ვკითხეთ, ხომ მას შედგა გარკვეული შეთანხმება მასსა და მოძალადეებს შორის, როგორც მან გაგვიმართა, არანაირი შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია და მიმართავს დმანისის რაიონულ პოლიციის სამმართველოს, რომ გამოიძიონ ეს დანაშაული და პასუხისგებაში მიცეს პოლიციამ ყველა ის პირი, რომელიც მას სასტიკად გაუსწორდა.